Hei, am vindouși მინდა განახოთ თუ რა მეორე ტანსაცმლები ვიყიდე 2024 წელს და დაგათვალიეროთ ყველა. დავიწყებ ჯინსებით, ეს არის პირველი ჯინსი, რომელიც ვიყიდე, არის დაბალწელიანი და შლაქსები. ასევე ეს შავი დაბალწელიანი შალვარი, რომელიც შლაქსი არ არის, თუმცა არც მოტკეცილი არ არის ფეხებზე. შემდეგ ეს ვარდისფერი კურთუკი. ეს ხამი მე მგონი ეს არის ცოტა დიდი და შევკერო დავავიჭრო წელზე. შემდეგი ეს არის წლის წინა წლის საუკეთესო მეორადი ნივთი, რომელიც ვიპოვე. და ნუ სულ ვიძახი ამას ყველას ვანახებ და ახლაც გავიმეორებ. Dolce Gabbana's 2000-იანების მოკლე დეწვიანი კურტკა. თუ კურტუკი თუ ასე დახიან არ ვიცი. Okay, განახებთ ამას. ეს არ შევიჩინე. ყველაფერს აწოლზე ვყრი. შემდეგი არის ეს ზედა, რომელიც უკვე თან ბევრჯერ მეცოდა, ასევე ძალიან უწუც. შემდეგი არის ეს ვარდისფერი ზედა, რომელიც კუმარი. ძალიან საყვარელია. და 10 ლარად ვიყიდე ხალხო, 10 ლარად. აი სულ რენდომ მეორად მაღაზიაში, რომელიც გზად იყო, შევედი და საყვარელად ეკიდო. შემდეგი არის ეს ჯინსის მოსასხამი. რომელიც ტომი ჰელფინგერის არ ვიცი როგორ წარმოთქვა, აღარ მახსოვს, გვეთქვის. ხარაც მეც ვიმოგ ჯინსებს არ ხვდები, მაგრამ საყვარელი ვარ. ასევე ეს საყვარელი ვარდისფერი ხუდი. ალბეთკი დამჩენია ჯიბეში.
და საბოლოოდ ის რაც მეორე დასაწყისი არ არის, თუმცა მეორე ნივთიარი არის ეს, რომელიც თამაში ყურება მომიყიდა. ანუ PlayStation Portable არის რა, basically. თამაშები წერია. თავისი კამერაც აქვს რეალურად. და სურათების გადაღება, ვიდეოების გადაღება შეიძლება, თუმცა მის კამერა არ მაქვს საყიდი არის და უეჭველ ვიყიდი. ძალიან საყურებლობა. Silent Hill-ის წერია და ამბარა. ძალიან საყვარელი მართლა. თანაკ თამაშების პატარა დისკები არის და მაგის ჩადება შეგიძლია. ძალიან საყვარელია. სიმღერების განმარტება შეგიძლია, რაღაც გადათება შეგიძლია ამით და ძალიან ბნიერი ვარ. ვაი. რადგან ეს ნივთებზე ვსაუბრობ. ოთახში მე და რატომღაც და ესეც მორად შევყიდე ყურლარად. თუ სამოდა გამოსვლა. მოკლედ სულს იყო. იმედია 2025-ში კიდევ უფრო მეტ მეორე საყვარელ რაღაცებს შევიძინო მაგასაც განახილავ. კარგად.